ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით.
ცოტა უცნაურია, დაღზე ნადირობა ამ ადგილებში რომ გადაწყვეტს. დღე თბილის ესაზღვრება, აქ ტურავს თუ მოყდოს კაცი, ისიც გზააბნევს. ხეცები თბილისშიც დადიან. პოლიციამ რომ რევოლვერი ჩამოგართვათ, საიდან გაქვთ? მე ყოფილი სამხედრო ექიმი ვარ. მაიორი. და ტაბელური იარაღის დარების უფლება მაქვს მონიჭებული სამუდამოდ. ესე იგი თავდამსხმელი იმდენად საშიში იყო, რომ მოსაკლავად გაიმეტეთ, არა? ასე რო არ ყოფილიყო, ალბათ არ შეგატყობინებდით. ხეცი იყო. ნაღდი მხეცი. იქნებ ზუსტად ამ ხედზე მოაწყვეთ სარიკი, თქვენ და თქვენმა მეგობრებმა, ო, მაქციის მოსაკლავად მოვედით აქ. ხონახე იმ ქალს რა უყო? იანა. საწყალმა ეთქობა იმაზე მეტი იცოდა ვიდრე გუშინ გითხრა. ხოდა მაგიტომაც გააჩვენეს. ეთქობა მკვლელს კარგად იცნობდა. ზედმეტად კარგად. მიხაკ დარიჩინის და ვარდის სუნია. და კიდე რაღაც ბალახების. ქიმიური ანალიზი უნდა ჩავდარდეს. ბატონო კოცონი რამოდენიმე საათის წინ ჩააქრეს. ალბათ მკვლელი აკაფარებდა თავს. ესეთ ნივთებს ახლა მუზეუმში თუ ნახე. გარეთ ბუნებრივი არის საბადოა. გამოქვაბულში პრიმიტიული საცხოვრებელი. შეიძლება ადამიანები აქ არქაული დროიდან ცხოვრობდნენ. ეს ნივთებიც იმდროინდელია, რა? ეს უკვე არქეოლოგების და ისტორიკოსების საქმეა. სანამ მიიმალებოდა შეიძლება მკვლელმა სამხილები გაანადგურა. მოკლედ რეგიონი უნდა ჩაიკეტოს და მკაცრად გაკონტროლდეს. შორს ვერ წავიდოდა, მით უმეტეს დაჭრილია. დაამთავრა ყველა. მინდა გადიგარეთ, მარტო მივხედავ. არა ვიქნები. ინცეთი მათხოვა. გონი არამეული დამწერლობაა. შენ არამეული ციცი? არა. ვიცი ვინც დაგახმარება.
გაიგო, შეგეშინდა? არა, საიდან მოიტანე? აბა გუზუხილია და კიდეს. ეს ისე პულსის ინჯავდი. აი ამ დარტერას ხედავ? ეს უნდა გაშიფრო. აი დროებით. ფუციკო ყავა. ფუციკო. ეხლა. ყავა ფუციკო. ეხლა. იმავის არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი შეიძლება ტყეში შეაფაროს თავი. იქაც ვერ გაჩერდება დიდხანს. თან დაჭრილი? შეიძლება ვერც გადარჩეს. რაღაც მინდა კითხოთ. მინდება გამოვოცი. დაკითხვის ოთახში მე და ეთუნა რას ვაკეთებდით? საიდან გაიგეთ? ეს ესაკი. ოდნავ მაინც თუ მცემთ პატრიკს მითხარით. კამერა მთელი ღამე ჩართული იყო. ჩანაწერი საიმედოდ მაქვს შენახული. დაგეძრა თავაგარი. იცი ამას აქვია. უზნეობა და საბოტაჟი. ეგე? უბრალოდ მე გასვიშვებ. უკვე ბევრი საქმეა. მე მაშინს გადავი. კარგი თვალწინო. შენ დარჩი. შეიძლება კიდევ რამე მოხდეს. გასაგებია. თანამდებობის ბოროტად გამოყენება ქვია მაგას ბატონო ვაგაკი. თავაგარი. კატეშვილი მოიშორე ყურიდან ტელეფონი. გასროდი. აბარით გამახარე. ეს არამეული წარწერაა და სიტყვით ნიშნავს თავქარიანი ქარი. მადლობა თვალი. ეთქობა თავის დანახვის შეეშინა. მისე ოჩახ, მართლა არამეული ყოფილა. არა, მაინც ვერ ხვდები რას ნიშნავს. თავქარიანი ქარი. მირთვით. დიდი მადლობა ხალბატონო მანანა. სად გაიზარდეთ? სოლოლაკში. მშობლები? მშობლები სად გაიზარდნენ? მშობლებთან ერთად ცხოვრობთ თუ? თუ, ისა, ერთად ცხოვრობთ. დიდი ვინა გვაქვს. დამსახურეთ კმაყოფილი ხართ? ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. საძუწუნო არაფერი მაქვს. დანაზოგი? ვერ მიგიხვდით? დანაზოგი ბანკში. კი. მანქანა? BMW. სიჩქარე მიყვარს. ცოლი? ცოლი არ მყავს. ესე იგი ფესა ოჯახებელი ხართ. კი, ესე გამოდის. თუმცა შემიძლია სიამაყით განვაცხადო, რომ უჭკვიანესი და ულამაზესი ეთუნა მყავს, რომელსაც მალე მოვიყვან ცოლად. ლევან მაპატიე გალოდინე. თავი რომ მომაწესრიგებინა გავგიჟდებოდი. როგორ გეგადრებათ ხალბატონო ეკა? რთული დღე მქონდა გუში. მანანა. ლაშას ამბის მერე ჩემთან გადმოვიდა. მარტო აღარ მტოვებს. ისე კარგი გოგოა. ცოტა რთული ცხოვრება ქონდა და ხასიათით გაურთულდა.
შინ ჭამე მიდი ჭამე. რამდენი ვეძებით? ეგ ხო. კონი რაღაც ხდება. ის გოგოლი გამასწორელია. გიუნაშვილის დედას ველაპარაკე. ფოტოებთან ერთად ეს დისკი მომწეს, ეს პენტაგრამაა დახატული. საიდან ქონდა? შვილის ოთახში იპოვა დილით. წარწერა რომ ნახა, იფიქრა პოლიციას დააინტერესა. საინტერესოა რა ხდება. რაღაც რიტუალს გავს. ეს მანქანა რა შუაშიანის ტიპი ვინ არის? ადგილი ძალიან უცნაურია რა. ერთი სუთი? მამიკონიანია. ეგ არის. მაგრამ ვერ ხვდები, რა კავშირი უნდა ყოფილიყო მამიკონიას და მათურას შორის. გიუნაშვილის დედის თქმით, იმედამ ახალგაზრდა მოდელი ლიკა მათურელი 2009 წლის ბოლოს გაიცნო და შეუყო. გაგაგდოთ თუ თქვენ დგახოთ. საბა? წავალთ. მე რასწავლდი? გიუნაშვილი დაქორწინებას ჩქარობდა. ამბობდა ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლის. ისინი როცა ეს ვიდეოა გადაღებული უკვე შეყვარებულები იყვნენ. ხო, მაგრამ ქორწინება არ შედგა. რატომ? ლიკას ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სააგენტომ 6-თვიანი კონტრაქტი შესთავაზა. იმანაც გათხოვებას, კარიერა ამჯობინა და მილანში წავიდა. საქართველოში შარშან ნოემბრის ბოლოს ჩამოვიდა და გიუნაშვილთან რომანი განაახლა. ქორწილში რაც მოხდა შენციც. რაც მოხდა ვიცი, მაგრამ რატომ მოხდა, მე მაინტერესებს. თავარი ამ საქმეში სულ უფრო ნაკლებია ზებუნებრივი ისტორიები. ყველაფერი ნელ-ნელა უფრო და უფრო გასაგები ხდება. მირზამ დარეკა რაღაც საინტერესო აღმოაჩინა. თქვენ დარჩით მე წავალ. კარგი. მალე დაამთავრებ? ჯერ არ ვიცი. დაამთავრე, რა ცოტა დრო მაქვს და იქ სადმე რამე მოვასწრო. სანამ გამომიძახებენ. მიბასუხე. ქვას უხობ. ვარჯიშის მონახარ რა. ზოგი ვარჯიშის მონაა, ზოგი აკაკის. რაღაც მინდა გითხრა.
დაკითხვის ოთახის ღამის ჩანაწერი აკაკის აქვს. რაც გინდა ქენი და ის ჩანაწერი გააქმე. თორე ცოლად არ გამოყვები. გაიგე? Voilà, monsieur Georges. ნაცნობი კალიგრაფია. საიდან? ესეთი ქაღალდი მოჭრილი თავის პირის ღრუში აღმოვაჩინე. ეს კავაშოს გულის ადგილას ქონდა ჩაგუჭული. აი ეს კი მათურელის გვამს სარძევე ჯირკვლებს შორის ღრმაჭრილობიდან ამოუღა. მინდა 2 წუთში გითხრა ზედრა წერია. ეგ არ ამივლია. სიტყვა სიტყვით კი ეს ნიშნავს გაწყალებულ გულს. აი ეს კი მიწა იყო და მიწად იქეცო. შე რა არამეულიც იცი? ვერთობოდი ახალგაზრდობაში. მოჭრილ თავში მკვლელმა თავქარიანი ქარი დაგვიტოვა. გულამოჭრილ გვამში გაწყალებული გული. პატარძალს მიწა იყავი და მიწად იქეციო უსურვა. არის ამ ყველაფერში რაღაც ლოგიკა. შეიძლება საკრალურიც. არა, საკრალური არა. ამორდღიანმა ჯადომ დამხალა რა. ეს რა არის? ეს ირლანდიური ვისკია. გვიანია მაინც. დაღლილზე თითოჩი არ გვაწმენდა. კი ბატონო. ისა. ყინული ხო გინდა? არა, ყინულის გარშე მირჩენია. რატო გაია ყინული? ნომიჯიკა. აბა განათლების იყოს. წასულების? არა, წასულების. ცოდნას გაუმარჯოს. რაკჩის ლოყას. ვინის კარს დავეჭე. ისეთი გაწმენდილი იყო, მეგონა ღია იყო და. შტალია რამე? ილი ბატ. ეგ როგორ? მირზა ლიქიერიანი შოკოლადით გამასმედა. რა ხდება, როგორ ჩაიარეთ ხენ? ახალი არაფერია. კვლავ მათურელის გავაშილეს და კაჩებაიას გვამებში არამეული წარწერები დაგვიტოვა. ქარი? მიწა? წყალი? სტიქები? ესე იგი შემდეგი ცეცხლია?
ექსპერტიზის შედეგები გვაქვს? სურნელოვანი ზეთი, რომელიც გამოქვაბულთან მოყვლული ქალის გვამზე აღმოვაჩინეთ, შემდეგი შემადგენლობისაა. ზეითუნის ზეთი, მიხაგდარიჩინი, წითელი ვარდი და კიდევ ერთი ძალიან იშვიათი მცენარე. Salvia divinorum, ანუ მისნების შალფეი. ეს მცენარე? მისი სამშობლო მექსიკაა, ოხაკას შტატი. მაზატეკების ტომის ინდიელებისთვის საკულტო მნიშვნელობა აქვს. კურანდორესები ანუ შამანები მას სამკურნალოდ და მისნობისთვის ხმარობენ. შეიცავს ფსიქოაქტიურ სალვინორინას, რომელიც ძალიან ძლიერი ჰალუცინოგენია. იმდენად ძლიერი, რომ ზოგიერთი მისი მომხმარებელი ცხოვრების ბოლომდე ვერ გამოდის მისი ზემოქმედებიდან. იწვევს მოჭარბებულ აგრესიას და სუიციდის სურვილს. ზუსტად ამ მცენარის ფხვნილია აღმოჩენილი იმ ფისაში, რომელიც სავარაუდოდ მოყულს ეკუთვნოდა. ესე იგი, თუ მოკლული და მკვლელი ამ ნივთიერებას აქტიურად იყენებდნენ, შეიძლება ზუსტად ეს იყოს შედეგი ერთი სიგიჟის და მეორის მხეცური აგრესიის. ის უცნაური თხის რქაც, რომელიც შემთხვევის ადგილას აღმოვაჩინეთ, ალბათ ამ მცენარის მოსაწევად გამოიყენებოდა. და როგორ მოხდა მექსიკელი შამანების საკულტო მცენარე საქართველოში? როგორც ვიცი, ამ ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაფიქსირებული არ არის. გიუნაშვილის დედის თქმით, მის შვილს მაგია და ეზოთერული სწავლებები ბავშვობიდან იზიდავდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წარმატებული კარიერა მიატოვა და ჯერ ნეპალში, შემდეგ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში გადავიდა. 6 წლის წინ დაბრუნდა საქართველოში, მექსიკიდან სრულიად შეცვლილი ადამიანი. მაინც როგორ? გულჩოთხრობილი, ამპარტავანი, აგრესიული. რაღაც ბიზნესი წამოიწყო და დიდი ფული იშოვა. შესაძლებელია მაგ სალვიას გაყიდვით იშოვა დიდი ფული. შეიძლება. ბარი გაიყო თუ შამანი, ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე მაინტერესებს რა მოხდა ქორწილის დღეს. ექსპერტიზის დასკვნით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორგანოები მოკლულებს ეკუთვნით. თვალები მოსული შულს. ღვიძლი მამიკონიას. გული გავაშელს. მარჯვენა ხელის მწევანი მათურელს. ფეხის წერფი კი ქაჩიბაიას. მოჭრილი არათითიდან აღებული ნიმუშის. ტყეში აღმოჩენილი სისხლის. ქაჩიბაიას ბინაში ნაპოვნი თმის ღერის და კანის ნიმუშის შედარებითმა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა. დადებითი პასუხი აჩვენა დაქტილოსკოპიურმა ანალიზმა. ანაბეჭდებით და ბიონიმუშებით ერთი და იმავე მამაკაცს ეკუთვნის. და ფოტორობოტს რა შეეხება? პეტრე წამოვაიძის აღწერით შედგენილი ფოტორობოტი 80%-ით ემთხვევა იმედა გიუნაშვილის რამდენიმე ფოტოს. ესე იგი, სავარაუდოდ მკვლელი გიუნაშვილია. და ის ცოცხალია. დილით, ყოველ შემთხვევაში ცოცხალია. ვიცი ეს ადგილი სადაც არის. და სად არის? რამოდენიმე დღის წინ ეთოს ნათესავებთან ვიყავი სტუმრად, ცხვარი ჭამეისკენ. გზად ბუნებრივი მოთხოვნილების გამო ამ ადგილთან გავჩერდი და იქაურობა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. რით? გაჩერების უბადრუგი არქიტექტურით. დარწმუნებული ხარ, ეს ადგილია? მე ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს. ოჩა შენ თაბაგარი? ესე იგი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროსაც კი საქმეზე ფიქრობ. დიახ, დიახ. ყველაფერი რამეს გეუბნება? კეცნობა ვინმე? გონია ალიბი გაქვს და ხმას იმიტომ მარიღებ? არანაირი ალიბი არ აქვს. შენს ნათქვამს ვერავინ ადასტურებს. სექტაზე შენ არაფერს ლაპარაკობ. ის შენი სულიერი ძმები ან არსებობენ და ან არა. მოგლეთ.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ მოსულიშვილი შენ მოკალი. და თუ გამოძიებასთან არის თანამშრომლობა, ქვეყნად ვერც ერთი წარმართული კერპი ვერ გეხსნის სასამართლოსგან. ეს მერია. მერი მილერი. ხამში მან მიმიყვანა. სად? 5 არსების მიმდევარნი ესე ქვია მოძღვრებას, რომელსაც საფუძველი 14 ჩაუყარა. აბა 5 რატომ? მე 5 მოდმევად განახლებოდი. მერის რა ფუნქცია ჰქონდა? ხამის უმაღლესი ქურუმი და მისანი იყო. სად გაიცანით ერთმანეთი? ჩემთან ერთად სტრიპ კლუბში ცეკვავდა. იქ მოხდა ჩვენი სულიერი დაახლოვება. მე ჭეშმარიტებას მაზიარ. ბოლო ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როცა მისნების აირს ვეზიარე. მანამდე სულიერი განათლება არ ჰქონდა განცდილი. ასე გავხდი ხამის ნეოფიტი. მოგვიანებით გილოცავ. მე რა ხდებოდა? დავდიოდი შეკრებებზე, მონაწილეობას ვიღებდი მისტერიებში, სადაც მისნების აირს დაწაფებული და-ძმები სულიერად ვერწყმოდით ერთმანეთს. როგორც ყველა ნეოფიტს დროთა განმავლობაში მეც ახალ საფეხურზე ასვლის შანსი მომცეს. სულ რამდენი საფეხურია? ჯერ ხდები მაძებარი, მერე აირის მცველი, მერე განათლებული. მაგრამ ეს რომ მოხდეს, ჯერ მე-5 არსება მიწა უნდა მოძებნო და 5 ერთობის დღესასწაულზე შეძირო. სად და როდის იმართება ეს დღესასწაული? ყოველი თვის 13 რიცხვში. გასაიდუმლოებულ წმინდა ადგილას. ამიტომაც გავიცანი კეთინა მოსულიშვილი. ჭეშმარიტებას ვაზიარე და რიტუალში მონაწილეობაზე დავითანხე. კაცისგან განსხვავებით, თუ ქალმა შერწყმის კარი ღირსეულად გაიარა, ხამის სულ სხვა პერსპექტივებს უქადდის. რა პერსპექტივებს? მატერიალური კეთილდღეობა და წინსვლა. ხამში კი ქურუმის და მერე მისნის ნეტარი ადგილი. და ამისთვის ერთადერთი მსხვერპლ შეწირვაა საჭირო. კაცმა კი ქონების ნახევარი და 12 მიწა უნდა შეწიროს, რომ მაძებრის საფეხურზე ავიდეს. მოსულიშვილი რატომ შეერჩია? კეთინო არაჩვეულებრივი კანდიდატი იყო. ლამაზი, ახალგაზრდა, ჯამრთელი და რაც მთავარია ქალწული. ჰოროსკოპით? ჰოროსკოპითაც. როგორც ერთი თქვენ საყვარლები იყავით? სულიერი ურთიერთობისთვის სხვა გზებიც არსებობს. კეთინო ქალწული იყო და ეს ხამის არჩეულმა ექიმაც დამიდასტურა. ექიმს რა ერქვა? მემზარი. კაჩიბაია. რა ცოტა დამაკლდა. დღეს შემიშხვერპლის დღე იყო. დღეს რა რიცხვია? 13. დაწვრილებით მომიზავე, რაც რიტუალზე ხდება. ქალიშვილი არის საქმე? ქალიშვილი არის მეთქი აქ. ვინმე? თუ ამ ოფისში ქალიშვილი იმყოფება, ორი ნაბიჯი წინ. უნდა გავრისხოთ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ცამეტ რიცხვში.
დათქმულ დროს ნეოფიტს მსხვერპლი ქვეყნის ბოლოში მიყავს და იქ ქარონს გამცილებელს ელოდება. როცა ქარონი მოვა, შემწირავი მსხვერპლს დააბრმავებს, დაატყვევებს და ქარონს ჩააბარებს. აქედან იწყება მიწის გრძელი და რთული გზა. რას ქვია არიცი? ნუ ალბათ სულ დაიკარგა. ეთყობა მაგნიტური ზონაა. რა დაიკარგა გამაგებინე? სიგნალი ბატონო ზურა, ნუ ნერვიულობთ. რას ქვია ნუ ნერვიულობ, შენ სულელი ხო არ ახარ ბიჭო? ნუ მაშინ ინერვიულეთ. აღდგა. ოხ თვალი შენი. მე მგონი ადგილზე არის. საბა რა ხდება, ნუ გამომახლიავე ხა. არაფერი, უროლთ ბნელა. განწმენდის ჭაში ქარონი მიწას ქურუმქალებს მიაბარებს. ისინი იწყებენ მიწის მზადებას ხუთი შიშის ლაბირინთისთვის. განახლების ოთახში ქურუმები მიწას ცხოველის ეშვით სირცხვილისგან განწარცვავენ. მხოლოდ არსების ცხვენს დაუტოვებენ, რომელსაც ხუთთა ერთობის ბოლოს განაყოფიერებული მიწა ერთ-ერთ არსებას ცხვენად მიერთმევს. სირცხვილს უკვდავ ცეცხლში დაწვავენ
დაუსირცხვილო მიწას გამოცდის ბერანგი ჩემოსავე. დიდი გამოცდისა და სიხარულის ოთახში მიწა თავარ გამოცდას ჩააბარებს. დათვის უმანკო დიდ გამოცდას დიდი სიხარული შეცვლის. ნუ მიყურე ფასე. შპიონი. საბა როგორ არის საქმე? თუ ჩემ კამერებს დაუჯერებ, სახლში სულ რამდენიმე ადამიანია. აქედან მინიმუმ 3 ქალია. იმ ტიპს თუ არ გავითვალისწინებთ, რომელიც ეზოში სანდირო თოფი დადის, რისკის ფაქტორი მინიმუმზე დაბალია. რა ვქნათ? გარინდროა. გამოძიებით დადგინდა, რომ თქვენ ჩაიდინეთ მათურელის, მამიკონიანის, მოსულიშვილის, გავაშელის, ქაჩიბაიას და მაიერის განზრახ-მკვლელობა. ამასთან მათურელს მოკვეთეთ მარჯვენა მტევანი, ქაჩიბაიას ფეხის ტერფი, მოსულიშვილს დასთხარეთ თვალები, გავაშელს ამოკვეთეთ გული, ხოლო მამიკონიანს ღვიძლი. აღიარებთ თუ არა ჩადენილ დანაშაულს. იტყვი რამეს? თავარი ქურუმი მიწას მისნების აირს აზიარებს.
შემდეგ თვალს აუხრევს და 5 შიშის ლაბირინთში შეუშვებს. მიწამ აქ 5 შიში უნდა დაძლიოს. შიში კაცისადმი, შიში ქალისადმი, შიში ბავშვისადმი, შიში ძმისადმი და შიში ცხოველისადმი. ამის შემდეგ ის შერწყმის გართან აღმოჩნდება. თავარი არსება ეთერი, ანუ იდეა, მას სტიქიების დარბაზში შეიპატიჟებს. და იქ დაიწყება ხუთთა ერთობის მთავარი რიტუალი. Argaise polizia! Muțoase tatăchi! Joseph! Hello, Gasale! Dacă nu e pe om, ca să vezi eu. შევხსენთ ბორკილები ვერ მუშაობ. არა. რატო? იმიტომ. არ გაიძრე. დააგდე დანა. დააგდე მითი დანა. სამალაიძის აღიარებითი ჩვენებიდან გაირკვა, რომ ის, გიუნაშვილი, დავაშელი და კაჩიბაია სამედიცინო ინსტიტუტში დამეგობრდნენ. ეზოთერული სწავლებით იყვნენ გაინტერესებულები და 1000 გვარ სექტაში და საზოგადოებაში მოძრაობდნენ, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტების გზას ეძებდნენ. ხო, ოღონდ ეგსა ძირითადად ახალგაზრდა მიამიტი გოგოების შესაძლებლად სჭირდებოდა. მართალია, მაგრამ პატივი მოყარე და მიზან დასახულ იმედა გიუნაშვილს ეს უკვე აღარ აკმაყოფილებდა და ორგიებით დაღლილმა ჭეშმარიტების ძიებაში უცხო ქვეყნებს მიაშურა. იქიდან დაბრუნებულს კი მეგობრებმა კარგად ორგანიზებული სექტა ხამი დაახვედრეს. იმ მომენტისთვის სექტის ერთ-ერთი ლიდერი, ეგრეთ წოდებული ცეცხლი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და იმედამაც სიამოვნებით დაიკავა მისი ადგილი. მექსიკიდან ჩამოტანილმა სალვიამ სექტას სულ სხვა გაქანება მისცა. უცნობი ნარკოტიკის გაყიდვამ სწრაფად გაამდიდრა ხამი. გიუნაშვილი დაჟინებით მოითხოვდა რიტუალებში სადომაზოხისტური ელემენტების და სისხლის შემოტანას. დანარჩენი არსებები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. გიუნაშვილი სისტემატურად მოიხმარდა სალვიას და სულ უფრო და უფრო აგრესიული და უკონტროლო ხდებოდა. არსებებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. გიუნაშვილმა სექტის დატოვება გადაწყვიტა. ამ დროს ლიკა მათურელიც გაიცნო და მისი ცოლად მოყვანა მოინდომა. ამით სექტის უმთავრესი კოდექსი დაარღვია. არსებას ქორწინება ეკრძალებოდა. განაცხენებულმა ძმებმა მისი დასჯა გადაწყვიტეს. ნეოფიტ ნოდარ მამიკონიანის მეშვეობით. დიახ. მამიკონიანი მოდური ფოტოგრაფი იყო. ათადულად შეძლეს მოდელის კარიერას დახარბებული მათურელის დაყოლება და დაარწმუნეს, რომ რიტუალში მონაწილეობის თანაცვლოდ ევროპის პოდიუმებისკენ გაეხსნებოდა გზა. ასეც მოხდა. მიწად ქცეული მათურელი ხუთთა ერთობის რიტუალზე ძმებმა გაანახოფიერეს. ცეცხლი ამ რიტუალში არ მონაწილეობდა.
საზმურ დანაპირები შეასრულა. მალე მათურელმა სანატრელი კონტრაქტი მიიღო. შეყვარებულთან განშორებამ იმედა გეუნაშვილის სექტისადან შემოაბრუნა. მაგრამ ის კიდევ უფრო აგრესიული გახდა. შემდეგ მათურელი დაბრუნდა და ყველაფერი განმეორდა. ოღონდ ამჯერად არსებების სასჯელი კიდევ უფრო მწარე იყო. ქორწილის დილას გიუნაშვილს ლიკას ვიდეო გაუგზავნეს. იმედა ყველაფერს მიხვდა და სასტიკი შურისძიება დაგეგმა. დაიწყო საკუთარი საცოლი. მერე მოკლა იმ დროისათვის განათლებულის რანგში აყვანილი მამიკონიანი. მერე სამალაიძის ფარული საყვარელი ქეთინო მოსულიშვილი. საწოდავი ალიხანოვი რა თქმა უნდა ვერაფერს ხვდებოდა. მერე დაასაჭურისა წლების მანძილზე ქარონად მომუშავე ტაქსის მძღოლი ხუჭუა. გული ამოაჭრა წყალს, შოთა გავაშელს და ქარს ემზარ ქაჩიბაიას თავი მოყვეთა. სამალაიძის მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ თვითონ გადაყვა ამ საქმეს და მისი ცეცხლით სამუდამოდ ჩაქრა. რაც შეეხება მზარეულს, გივი მაცაბერიძე ხამის ნეოფიტი იყო და აქტიურად მოიხმარდა სალვია დივინორუმს. დაკითხვაზე მისი არაადეკვატურობა ამით აიხსნება. რაც შეეხება მის ხალათში ნაპოვნ გიუნაშვილის არათიც ეს საიდუმლო მან სამარეში წაიღო. რადგან მკვლელობაში ბრალდებული მკვდარია, სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართ შეწყდება. მაგრამ გამოძიება გაგრძელდება პეტრე წამალაიძისა და მისი ეგრეთ წოდებული ძმების წინააღმდეგ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით საქართველოში უკანონო შემოტანის, შენახვა გადაზიდვა გასაღებისა და თაღლითობის ბრალდებით. მე დაგტოვებთ რა. ჩენ როგორ ახარ? ეს საშინელი სუნი ვერ მოვიშორა. გუშინ ჩემ სამუშაო კუთხეში ზოგ-ზოგიერთი ვირთხა იკეკებოდა. აი ეს დისკი ამ მზაკრული აქტის ვიდეო მტკიცებულებაა. შენი იყოს. ეს წაიღე. ეს რა? მანქანაში ნორმალურ მუსიკას მოусმინებ. წლები და გამოცდილება რა, ბატონოგეთი. და კიდევ ბიტლსი და ლედ ზეპელინი. რაღაც მინდა განახოთ. მათურელის, მამიკონიანის, მოსულიშვილის, გავაშელის, ქაჩიბაიას და მაიერის განზრახველობა. ამასთან მათურელს მოკვეთეთ მარჯვენა მტევანი, ქაჩიბაიას ფეხის წერტი, მოსულიშვილს დასთხარეთ თვალები, გავაშელს ამოკვეთეთ გული, ხოლო მამიკონიანს ღვიძლი. აღიარეთ თუ არა ჩადენილ დანაშაულს. ცეცხლი უკვდავია. ზოგს მისცა ნიჭი შენების,
ზოგს ნიჭი ფერთა წერისა ზოგს მისცა ნიჭი მკურნალის ზოგს ნიჭი თავდადებისა ყოველდღიური გზის გასეირნება მზის დარც ვერ გაფანტავს დრო ჩვენი ცხოვრებაც ქრის რასაც დათესავ დღეს იმას მოიმკიხვალ შამი ხრუველიცა ადამიანი გზა როგორც გასროლილ თავს ვერ შეაჩერებ დროს სასმზე რა მისცა უსაზღვრო მიწას სიცოცხლე ღირსა მზეს მისცა ნიჭი ნათელის ადამიანს დრო რწმენის როგორც გასროლილ თავს ვერ შეაჩერებ დროს ვერ შეაჩერებ დროს